ვიცით რა მინდა გითხოთ, აი როდესაც არის აი ასეთი მოთხოვნები, რომ ახლა არ არის სიმღერის დრო, ხო, ამას ვისმენთ ჩვენ, რომ ქვეყანა დასავლური კურსისკენ სვლა შეცვალაო, ხო, ამას ვისმენთ ჩვენ საპროტესტო აქციებზე და თქვენ როგორ უყურებთ? აი თუნდაც აი განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რუსთაველზე იყო დაპირისპირება. იცი რა არის, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს რა. მე ვზივარ და ვუყურებ სპექტაკლს ფაქტიურად. სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ მგონია რომ კურსი იყო შეცვლილი. მეორე ერთი მე ერთ გამოსვლას ვუყურე, რა ქვია, ოცნებიდან, მე მგონი ქართული ოცნებიდან. რომ ჩვენ არ შეგვიძლია არაფერი, უბრალოდ მართლა ხვეწლას ხوار დავწყებ და როგორც კი გააჩერეს და რომ დაგვიწყებენ საუბარს, ჩვენც რა თქმა უნდა პასუხს გავცემთო და მეც აბსოლუტურად ვეთანხმები, ხა რატო ჩვენ მხოლოდ ტრადიციები, მხოლოდ ისტორია გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და აი მე იქით გვეხვეწონ რა. იქით გვეხვეწონ რა, ვიცი რა გვაქვს შესახვეწნი ერთი და არ მაინტერესებს რა. მე მაგალითად ძალიან ყოფილი ვარ ჩემი ქვეყნით. რომ ვარ ქართველი, ვცხოვრობ საქართველოში, მაქვს ფანტასტიკური ქვეყანა, კლიმატით, ყველაფრით აბსოლუტურად. ყველაფრით. და იცი რა არის ევროპაში თუ მომინდება, წავალ დავისვენებ, დროს გავატარებ და ჩამოვალ. რა პრობლემა? აი მე ამაში მე ვერ ხედავ პრობლემას, ხვდები ვერანაირს რა. ვერ ხვდები, ეს არის უბრალოდ მიზეზი, რომლითაც მე მოქმედებს მავანი და ამოქმედებს ისეთ აი ვადამდელი არჩევნები ეს მოთხოვნა. ვადამდელი არა, ხელახალი არჩევნები რომ მოხდა გაყალბება. ერთ-ერთი არგუმენტი ხო ესეც გვესმოდა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ხო რა ვიცი, ამ ხელა გაყალბება არ მგონია რომ ხდარიყო ჯერ ეს ერთი ძალიან ჭვიმპარება ამაში და მეორე ერთი კიდე ვინც მაგას იწეხეს ვინც მაგას ლაპარაკობს, ხო ჩემთვის ეს ეგენი არიან აი ნულის ქვევით არიან კიდე, ნულის ქვევით კიდე ქვევით. ნუ ესე დაიმსახურეს თავისი იმ წლებით, იმ მოღვაწეობით, რაც იმ მოღვაწებას საქართველოში ხე უკაცრავად გზები რო დააგეს და ბათუმში ის აშენეს, რა ქვია, სასტუმროები, ეს არ არის რა სახელმწიფოს მშენებლობა რა. სამაგეროდ ბევრი სახლების დაანგრიეს, ბევრი სახლების წაართვეს, ბევრი სამსახურების წაართვეს, ბევრი ხალხიც დაიჭირეს, ბევრიც აწამეს და ბევრიც ნახოცეს. და ეხლა კიდე ბევრ სპექტაკლებს დგავენ და ეხლა ვინც აზრზე ვართ და ვისაც გვიწავს აი აქ ტვინში და ბრბოს სინდრომით არ ვცხოვრობთ, ვიცით რა რაც ხდება. აი